მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ის განცხადება, რომელიც მარიამ ქრივიშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გავს დანარჩენ 16 განცხადებას, რომელიც მოგვისმენია ჩვენ მანამდე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრების, ეკონომიკის მინისტრების მხრიდან, თვითონ ქრივიშვილსაც ორჯერ აქვს მსგავსი განცხადება გაკეთებული, ის მოდელი, რომელიც ახლა შემოგთავაზეს ლენდლორდის მოდელი თითქოს რაღაცა სიახლეს წარმოადგენს მაშინ როდესაც სხვა მოდელები აქამდე არაერთხელ უხსენებიათ. თავდაპირველად როდესაც დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა და პირველი სამუშაოები განხორციელდა ანაკლიის კონსორციუმის მიერ ათეულობით მილიონის ინვესტიცია გაკეთდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც იქნა ჩატარებული, იყო ეგრეთ წოდებული ბოტის მოდელი, რომელიც გულისხმობდა მშენებლობას, ოპერირებასა და გადაცემას. შემდეგ მოგეხსენებათ ივანიშვილის რეჟიმმა გააჩერა ეს პროექტი, არ დაუდგა კონსორციუმს გარანტორად და გააქციეს პრაქტიკულად დასავლელი ინვესტორები. ამის შემდეგ ჯერ კიდევ 2022 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს 51%-ის მონაწილეობით ამ პორტში, შემდეგ შემოგთავაზეს 2023 წელს ეგრეთ წოდებული PPP-ის, ანუ საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელი და ახლა ისიც ბუნებრივია იმავე შედეგით დასრულდა, ანუ არაფრით, ანაკლია კვლავაც არის გაჩანაგებული, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 6 წლის წინ პირველი გემები უნდა მიეღო 50 მილიონიანი გარანტია რომ მიეცა სახელმწიფოს და დღეს გვეუბნებიან რომ როგორც მინიმუმ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია თვითონ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და რაღაცა ლენდლორდის მოდელით უნდა აშენდეს ეს პორტი. აქ პრობლემა მოდელებში კი არ არის, რომლებიც ესე უხვად წარმოგვიდგინა ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა დროს. ამ მოდელებით სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პორტები მართლაც ოპერირებენ. აქ პრობლემა არის ქართულ ოცნებაში, ფაქტობრივ ხელისუფალში, რომელსაც არ აქვს არც ნება, არ აქვს არც სტრატეგიული ხედვა, არც საერთაშორისო მხარდაჭერა იმისა, რომ ბოლომდე მიიყვანოს სტრატეგიული მნიშვნელობის და ამხელა მასშტაბის პროექტი. ანაკლია ეს არ არის ბიზნეს პროექტი. თავის დროზე ხაზარაძე ჯაფარიძის ბიზნეს პროექტად ცდილობდნენ ამ პროექტის წარმოჩენას. სინამდვილეში მას მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულება ხომ არ აქვს, მას აქვს სტრატეგიული დანიშნულება და სწორედ ამიტომ ამბობდა ძლიერი საქართველო ლელო, რომ მნიშვნელოვანია ეს მოხდეს ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით, როგორც მშენებლობა, ასევე ოპერირება, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს იმას, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს თუნდაც ჩინეთმა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის პორტი ეს იმისთვის არ არის, რომ რაღაც სამგზავრო ლაინერები შემოვიდნენ საქართველოში. მას აქვს პირველ რიგში სტრატეგიული და უსაფრთხოების დანიშნულება და ის არის რაღაცა დიდი გზის შემადგენელი ნაწილი, ხო, როგორც არის შუა დერეფანი. შუა დერეფნის კარიბჭე უნდა იყოს ანაკლია საქართველოსთვის და ეს ნიშნავს საქართველოსთვის ერთი მხრივ დაკავშირებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო და ეკონომიკურ გზებთან, მაგრამ ამასთან ერთად და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საქართველოს დაკავშირება ევროკავშირთან და დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს განცხადებები არის უკვე სასაცილო, თითქოს რაღაცა ახალი ველოსიპედი გამოიგონეს, ისიც კითხვა ქრივიშვილმა დღეს, რომ უნდა აშენდეს რკინიგზაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურაო. ვის წარმოუდგენია ანაკლიის პორტი სახმელეთო ინფრასტრუქტურის გარეშე და თავის დროზე 2016 წელსვე, როდესაც დაიწყო ამ პროექტის მშენებლობა, იქვე იყო გათვალისწინებული ბუნებრივია სახმელეთო ინფრასტრუქტურის და შესაბამისად რკინიგზის მშენებლობაც გათვალისწინებული. ახლა თითქოს რაღაცა ახალი ვალდებულება აიღეს და ახალი ინიციატივა დაიჭირეს ხელში ამ მიმართულებით. ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ფანდი და რაც ყველაზე სავალალო არის ის, რომ მათ არც ერთი კონკრეტული დასავლელი პარტნიორი არ დაუსახელებიათ, რაც ამ პროექტის ასაშენებლად არის მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი არის აგრეთვე რეგიონულ ჭრილში ის, რომ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამონაწილეობით უნდა აშენდეს ეს პორტი, ეს პროექტი, იმიტომ რომ ის არ არის მხოლოდ საქართველოს
თვის მნიშვნელოვანი, ხო? ეს გარდა ამისა არის რეგიონული უსაფრთხოებისთვის საჭირო არაერთი მაგალითი ვიცით ჩვენ, რომ როდესაც რეგიონის რამდენიმე ქვეყანა ასეთი მნიშვნელობის პროექტებს ანხორციელებს, იქ გაცილებით უფრო მეტად იზრდება მშვიდობის ფასიც, იქ იზრდება ის ფასიც, რომელიც ამ მშვიდობის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს და არის პირდაპირი გზა კეთილდღეობისთვის, სტაბილურობისთვის, განვითარებისათვის, რაც უნდა მოჰყვეს არამხოლოდ საქართველოს დადებით შედეგად, არამედ მთელს რეგიონს, ჩვენი ამიერკავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანას. კი ბატონო, აი თქვენ სხვათა შორის ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ აი განსაკუთრებულად მივესალმებით სწორედ ინვესტიციებს ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულსო, როგორც თქვენ ბრძანეთ, არა თუ კონკრეტული რომელიმე დასავლური ქვეყანა საერთოდ არ ვიცი, მე მგონი არც კი გაუსვამს ხაზი იმას, რომ დასავლეთიდან რაიმე ტიპის ინვესტიციებს მიესალმებიან. რას ნიშნავს ეს, გიორგი, რომ დასავლური ინვესტიციის გარეშე არ ვიცი, დაუშვათ თუნდაც აშენდეს ანაკლიის ხმაწლოვანი პორტი. ეს რამეზე მოახდენს გავლენას ან რამეზე აისახება მაყურებლისთვის რომ განმარტოს? რა თქმა უნდა, მაყურებელს კიდევ ერთხელ განვმარტავ. ძლიერი საქართველოს ლელო არა თუ წინააღმდეგი ვართ, არამედ მომხრენი ვართ, რომ ამ დიდ პროექტში მონაწილეობა მიიღოს მათ შორის ჩინეთმა და ეკონომიკური ნაწილი რაც არის, როგორც ერთ-ერთი დანიშნულება, ხო? აღმოსავლეთის უკიდურესი წერტილი, საიდანაც დასავლეთიდან წამოსული ტვირთები უნდა წავიდეს და პირიქით დასავლეთში და ეს ჰაბის უნდა გახდეს ანაკლიის პორტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც რეგიონის და აზიის სხვა ქვეყნების, მაგრამ ის მთავარი განზომილება რაც აქვს ანაკლიის პორტს, რაც გულისხმობს უსაფრთხოებას, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მნიშვნელობას, აქ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სახელმწიფოსთან ერთად უნდა იყვნენ ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლური ქვეყნები. სხვაგვარად ეს მნიშვნელობა ანაკლიის პორტს ვერ ექნება და ის იქნება ჩვეულებრივი რიგითი პორტი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დასავლელი ინვესტორების არსებობა, რომლებიც ჩამონათვალშიც კი არა თუ კონკრეტული კომპანიების დონეზე, სახელმწიფოების დონეზეც კი არ გაუკეთებია მარიამ ქვრივიშვილს. ეს ეხმიანება ქართული ოცნების აი ამ საგარეო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკურ ხაზს, რომელიც არის იზოლაციონისტური, რომელიც არის ანტიამერიკული, ანტიევროპული, ანტიდასავლური და შესაბამისად ანტიეროვნული. ცოტა ხნის წინ გვახსოვს მაკა ბოჭორიშვილის განცხადება, რომ საქართველოს უნდა ჰქონდესო მულტივექტორული საგარეო პოლიტიკაო. ეს ასე არ ხდება და ვერც მოხდება, იმიტომ რომ ეს ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებშიც ვერ შეიცვლებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ქართველმა ხალხმა თვითონ გადაწყვიტა, რომელი არის მისი მთავარი საგარეო ვექტორი. ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომლის შესახებაც 2008 წელს პირდაპირ განაცხადა ქართულმა ხალხმა პლებისციტში და შემდეგ ეს გახდა საქართველოს კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი 78 მუხლის სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი ხელისუფალი ამ ხაზს ვერ გადაუხვევს, ეს არის ჩვენი მთავარი ღერძი და არანაირი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა არ შეიძლება რომ საქართველოს ჰქონდეს. ცხადია ეს არ გამორიცხავს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, მით უმეტეს არ გამორიცხავს ეს სავაჭრო ურთიერთობებს, მაგრამ როდესაც ჩვენ სახელმწიფო ვირჩევთ საგარეო სტრატეგიულ პარტნიორებს, ეს უკვე ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული. ამის საპირწონედ ჩვენ ვხედავთ ყაველაშვილის ვიზიტს ხამენეის პანაშვიდებზე, სადაც ისმის ირანში, სადაც ისმის შესახილები სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ისევე როგორც ეს ისმოდა მანამდე ჩასულ სამძიმარზე კობახიძის არაერთი ვიზიტის დროს. აი ეს არის რეალური სახე ქართული ოცნებისა და ჩვენ ვერ გავაცალკევებთ ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და ვერც საგარეო პოლიტიკას, რომელიც არის ქართული ოცნების მიერ არჩეული გზა, რომელიც საქართველოს დაღუპვისკენ დაღუპვისკენ მიჰყავს. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს და არც ჩვენ არ დაუშვებთ. კი ბატონო, აი როგორ აიხსნება დემოკრატიული ეროვნული ძალები. კი ბატონო, აი როგორ უნდა აიხსნას ბატონ გიორგი თქვენთვის, მაშინ რას ემსახურება ეს ყველაფერი, რომ ერთი მხრივ სულ გვესმის მათი მხრიდან განცხადებები, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა უნდა გადავტვირთოთ, უნდა დავალაგოთ და მეორე მხრივ მიდიან იქ, სადაც სკანდირებენ, რომ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და აი ისევე ანაკლიის კონტექსტს რომ დაუბრუნდეთ, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს მამუკა ხაზარაძის მიერ გახსენებული რეაქციის ეთერში ფრაზა ბიძინა ივანიშვილის, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, ხო? ალბათ ისევ აქ მივდივართ, როდესაც საუბრობთ დასავლურ ინვესტიციებზე ანაკლიის
ტრანსპორტთან დაკავშირებით. აი, რა შეიძლება მაშინ იყოს მიზანი? ანუ ერთი მხრივ გინდოდეს რაღაცნაირად ცდილობდე რომ ისაუბრო იმაზე რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა უნდა დაალაგო და მეორე მხრივ თან ირანში მიდიოდე და თან პორტს აშენებდე ისე რომ დასავლური ინვესტიციები არ შედიოდეს შენს ინტერესში და მანამდე გაცხადებული გქონდეს რომ ამერიკელებს არაფერი აისაქმებათ შავ ზღვაში. კიდევ ერთხელ განვმარტავ ჩვენი მსმენელისათვის. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ საქართველოს შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს ირანთან, ჩინეთთან, განსაკუთრებით ირანთან, რომელიც ჩვენი მეზობელია და პროტოკოლური თუნდაც სამგლოვიარო შინაარსის ურთიერთობა არსებობდეს ცალკე აღებული. პრობლემა არის კონტექსტში. როდესაც ხამენეი არის მოკლული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის შედეგად. მაშინ, როდესაც ირანი და ჩინეთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქი. მაშინ, როდესაც შენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაწყვეტილი გაქვს სტრატეგიული ურთიერთობა, როდესაც არანაირი გადატვირთვის რეალურ მცდელობას ადგილი არ აქვს და ეს ძალიან სააშკარაოზე არის გამოტანილი. როდესაც ევროკავშირის დემონიზებას ახდენ, როდესაც ცდილობ რომ საზოგადოება მოატყუო გამოგონილი კონსპირაციის თეორიებით, deep state-ის შესახებ, რაღაცა ევრობიუროკრატიის შესახებ, რომელსაც უხილავი ხელი მართავს. როდესაც არ მიდიხარ არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, როდესაც არ მიდიხარ ვაშინგტონში, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამავდროულად ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებს სახელმწიფო მდივანი რუბიოსი, როდესაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მიღებულ საკანონმდებლო აქტს, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა სხვათა შორის და რომლის შინაარსიც იყო ის, რომ საქართველოს გადაიქცა ამერიკის მეტოქეების, ირანისა და ჩინეთის სპეცსამსახურების პოლიგონად, როდესაც არის შემოღწევის მცდელობები და სავარაუდო თანამშრომლობის შემთხვევა ქართული ოცნების მხრიდან. აი ამ ყველაფრის ფონზე, აი ამ დიდ სურათში თუ დავინახავთ ჩვენ ყველაფერს, მაშინ აიხსნება ბუნებრივია ის სავალალო და კატასტროფული სურათი, რომელიც დააყენეს ქართულმა ოცნებამ და პირადად ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის. დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ყოველთვის დგას და იდგება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოებრიობის გვერდით. ისინი ყოველთვის იქნებიან მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ დგამს გამანადგურებელ ნაბიჯებს. ასეთი არის საგარეო ველზე რუსეთი და ასეთი არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის შიგნით ფაქტობრივი ხელისუფალი ქართული ოცნება. ამითი აიხსნება ბუნებრივია ის პერსონალური სანქციებით, მათ შორის ივანიშვილის სანქციები, რომელიც დაუწეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დონალდ ტრამპმა გაახანგრძლივა ეს სანქციები, შევახსენებ საზოგადოებას, როგორც რუსი ოლიგარქის და რუსეთთან თანამშრომლობაში მხილებული პირის მიმართ და ამან გამოიწვია ბუნებრივია ის იზოლაცია, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო საქართველო. საბედნიეროდ ეს ქვეყნები, დასავლური ქვეყნები დგანან ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ ქართული ოცნება მხოლოდ სიტყვებით ამბობს, რომ უნდა გადაიტვირთოს ვითარება, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი ჩვენ კონკრეტული არ გადაგვიდგამს. პირიქით, საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ვიხილეთ. მხოლოდ და მხოლოდ რაც გამოიხატება პოლიტიკურ დევნაში, პოლიტიკურ რეპრესიებში, პარტიების აკრძალვაში, პოლიტიკური ლიდერების ამ სასამართლო პროცესებში, რეპრესიულ კანონმდებლობაში, ეს არის ის ფუნდამენტური მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული სივრცის არსებობას, ადამიანის უფლებათა დაცვას, πολιτიკური პლურალიზმის არსებობას, რომელსაც სპობს ქართული ოცნება. ამაზე უნდა თქვას მათ უარი პირველ რიგში, იმისთვის, რათა დაელაპარაკოს ამერიკის შეერთებული შტატებიც, დაელაპარაკოს ევროკავშირი და დავასრულებ ერთი წინადადებით, ამის სანაცვლოდ მათ გადაწყვიტეს უფრო მეტი პოლიტიკური ტყვე გააჩინონ, ივაჭრონ მათი, თუმცა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მე მგონი ყველაზე კარგად გასცა მათ პასუხი და თქვა, რომ აქ თავი მათ ბაზარში ნუგონიათ და ნუგონიათ, რომ ასეთი ვაჭრობით და ასეთი ფეოდალური მეთოდებით შეძლებენ ქვეყნის კურსის შეცვლას.